თუ 10 დღის განმავლობაში გააკეთები იმას, რასაც ახლა გასწავლი, ნელ-ნელა იგრძნო, რომ შენი ძილი გახდება უფრო მშვიდი და ღრმა. შენი დილა იქნება უფრო ენერგიული, პოზიტიური. აიღვიძებ გამოძინებული, დასვენებული ენერგია გექნება იმდენი, რომ არ გეწოდინება რაში დახარჯო და რაც ყველაზე მთავარია, ჰარმონიაში იქნები საკუთარ თავთანაც და გარე სამყაროსთანაც. მაშინ ბოლომდე მომისმინე და გაითვალისწინე, რასაც გასწავლი. პირველი, არასდროს იშიმშილო. ყოველ 2-3 საათში ერთხელ მაინც რაღაცა შეჭამე. მიეცი შენს ორგანიზმს სამუშაო. თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვლის, რომ შენ საჭმელი ვერ მოიპოვე, ნივთიერებათა შეანელებს და რასაც შეჭამ ცხიმში გაუშვებს. ღამის 2 საათიც რო იყოს, თუ არ იძინებ, უნდა ჭამო. ღამის 4 საათიც რო იყოს, უნდა ჭამო. თუ ღამის თევით მუშაობ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შიმშილი. მეორე, ყველა ჭამის წინ დალიე წყალი და ჭამის მერე არაფერი არ მიაყოლო. და მესამე, კვება ყოველთვის დაიწყებ ბოსტნეულით. ანუ, როდესაც შენს რაციონში იქნება დაუშვათ ცილოვანი პროდუქტები, ნახშირწყლები და ბოსტნეული, პირველი ლუკმა ყოველთვის შეჭამე ბოსტნეული. ეს მისცემს საშუალებას შენს ორგანიზმს, რომ სწორად გადაამუშავოს მიღებული პროდუქტები. თუ გაინტერესებს კიდევ სხვა რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ კარგად იყო, მომწერე. გასწავლი. მოდი ვილაპარაკოთ.